თავისუფალი დემოკრატების ლიდერი საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს თინა ხიდაშელს რამდენიმე რჩევას აძლევს. ალასანიას თქმით, სასიხარულოა, რომ მინისტრთა კაბინეტში თინა ხიდაშელის სახით ქალი მინისტრის წარდგენა მოხდა. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ქალბატონი არის კაბინეტში წარდგენილი და ეს იქნება ქალი, რომელიც პირველად გახდება, თუ კი დაამტკიცა პარლამენტმა და ამის დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, თავდაცვის მინისტრი. მე მინდა რამდენიმე რამ უსურვო და ურჩიო. პირველი ის, რომ მე წამს, რომ ის იქნება მზრუნველი ჯარისკაცებზე, როგორც ჯარისკაცის მამას ეს დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ესე იყოს. ასევე მინდა ურჩიო, რომ გააგრძელოს ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებისთვის და საჰაერო თავდაცვის და სხვა სისტემების შეძენისთვის. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველო იყოს დაცული და საქართველომ თავი აარიდოს მომავალში ნებისმიერ კონფრონტაციას.